ათივლის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი გიორგი მთაწმინდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა მამა 1009 წელს თრიალეთში ღვთისმოსავე ქრისტიანების იაკობისა და მარიამის ოჯახში დაიბადა. როგორც ცნობილია, მისი მამა იაკობი საქართველოს მეფეს გიორგი პირველს ერთგულად ემსახურებოდა. მშობლებმა 7 წლის ყრმა ტაძრისის მონასტერში მიიყვანეს და ჩააბარეს ღვთისმოშიშებითა და სიბრძნით განთქმულ წინამძღვარ წმინდა საბიანეს. ტაძრისში გიორგიმ 3 წელი დაჰყო. 10 წლის რომ იყო, მამამ ხახულის მონასტერში წაიყვანა და აღსაზრდელად იქ მოღვაწე თავის 2 ძმას, ღირს გიორგი მწერალსა და საბა ხახულელს ჩააბარა. 1026 წელს ღირსმა მამამ ფარულად დატოვა მონასტერი და გლახაკის ძონძებში გადაცმული სირიაში გაემგზავრა. 1040 წლიდან კი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელი ათონის მთაზე იწყებს მოღვაწეობას. ამ წმინდა ადგილას დამკვიდრების შემდეგ იგი მალე მთელი საძმოს წინამძღვარი ხდება. სწორედ ამ დროიდან იწყება ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის ფართო მოღვაწეობა. მან შეკრიბა ცნობები ექვთიმესა და იოანეს შესახებ, აღწერა მათი ცხოვრება, გადმოასვენა და დიდებულ ლუსკუმაში მოათავსა წმინდა მამათა ნაწილები და გაამშვენიერა. მის მიერ თარგმნილ წიგნთა მხოლოდ ჩამონათვალიც კი ნათელს ხდის წმინდანის მოღვაწეობის განუზომელ მნიშვნელობას. დიდი სვინაქსარი, საწელიწადო გამოკრებული, პავლენის სრული, პავლენი გამოკრებული, საწელიწადო თვენი, სადღესასწაულო, წიგნი 6 დღეთა ბასილი დიდისა, დავითნი, დიდი პარაკლიტონი, დიდი მარხვანი, ზატიკი, დაბადების თარგმანება იოანე ოქროპირისა, მე-6 კრების ძეგლის წერა, წიგნი გრიგოლ ნოსელისა და სხვანი. ერთხელ ბოროტისაგან შურით ახსილმა სვიმონწმინდელმა ბერებმა მოინდომეს ქართველი მამების გაძევება მონასტრიდან. პატრიარქმა თავისთან დაიბარა ბერძნული ენის შესანიშნავად მცოდნე წმინდა გიორგი მთაწმინდელი. ღირსმა გიორგიმ ისეთი სიბრძნე გამოავლინა, რომ მსმენელები გააკვირვა. პატრიარქმა ცუდის მზრახველი სვიმონწმინდელების მკაცრად დასჯა გადაწყვიტა, თუმცა ღირსმა მამა გიორგი მთაწმინდელმა აქაც საოცარი შემწყნარებლობა გამოავლინა და მისი დიდსულოვანი თხოვნით ცილის მწამებლები მკაცრ სასჯელს გადაურჩნენ. ცოტა ხნის შემდეგ პატრიარქს კვლავ მოახსენეს, საქართველოში მოციქულებს არ უქადაგიათ, თვითონაც მცირე რიცხოვანი არიან, ამიტომ ისინი ანტიოქიის პატრიარქის დაქვემდებარების ქვეშ უნდა იყვნენო. წმინდა მამამ პატრიარქს უთხრა, რომ თუ იგი მოციქულ პეტრეს საყდარზე იჯდა, ქართველები პეტრეს უფროსი ძმის ანდრიას მიერ დათელღებულნი იყვნენ და რადგან წესია, რომ წოდებული მწოდებელს დაემორჩილოს და რაკი მწოდებელი იყო ანდრია და წოდებული პეტრე, მაშინ სწორედ ისინი უნდა დამორჩილებოდნენ ქართველებს. ბოლოს ისიც დასძინა, რომ იყო ჟამი საბერძნეთში, როდესაც ხატებს ებრძოდნენ და მაშინ იოანე გუთელი ეპისკოპოსი სწორედ საქართველოში მცხეთას ეკურთხა ეპისკოპოსად. გაკვირვებულმა პატრიარქმა კეთილად გაიღიმა და აღიარა, რომ ამ ერთმა ბერმა თავისი მსჯელობითა და არგუმენტებით ბერძენი ბერების სიმრავლეს სძლია. შემდეგ თეოდოსიმ და ანტიოქიელებმა აღიარეს საქართველოს ეკლესიის მოციქულებრივი წარმოშობაც და სარწმუნოებრივი სიწმინდეც. ღვთისმოყვარე ბაგრატ მეფე ხშირად თხოვდა მამა გიორგის სამოღვაწეოდ საქართველოში ჩამოსულიყო. ნეტარი მამა ჯერ უარობდა, მაგრამ ბოლოს აღასრულა მეფისა და კათოლიკოსის სურვილი. მათი ბრძანებით წმინდა მამამ გამოიკვლია მაშინდელი მდგომარეობა სასულიერო წოდებისა და მოაწესრიგა საეკლესიო ცხოვრება. 5 წლის შემდეგ მამა გიორგი ისევ მთაწმინდაზე დაბრუნდა. ბაგრატ მეფემ პატივით და დიდძალი შესაწირავით გაისტუმრა ქართველთა მნათობი. ათონს მიმავალმა ნეტარმა მამამთან 80 ობოლი ბავშვი წაიყვანა აღსაზრდელად. კონსტანტინოპოლში ჩასულმა ღირსმა მამა გიორგიმ წინასწარ იგრძნო აღსასრულის მოახლოვება და ბრძანა ობოლნი იმპერატორის წინაშე წარსადგენად მოემზადებინათ. შემდეგ ყრმებს წმინდა სვიმეონ მიმრქმელის ლოცვა, აწ განუტევი აგალობა და მეორე დღეს პეტრე პავლობის დღესასწაულზე მშვიდად მიიცვალა. ათონელმა მამებმა წმინდანის ნეშტი ათონზე გადაასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ათივლის ღირსი გიორგი მთაწმინდელის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წმინდა მღვდელმოწამე კირიონ მეორის ხსენების დღეს აღნიშნავს. მღვდელმოწამე კირიონ მეორე ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი 1855 წელს გორის მაზრის სოფელ ნიქოზში სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. შესაბამისი განათლების მიღების შემდეგ ის საქართველოს რამდენიმე ქალაქში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა.
წმინდა კირიონი იძიებდა ძველ ხელნაწერებს, სიწმინდეებს. მას დიდი წვლილი მიუძღვის ძველი ეკლესია-მონასტრების განახლების საქმეში. აქტიურად აარსებდა სამრევლო სკოლებს, წიგნსაცავებს. ის ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში ივერიელის, საძაგელოვისა და ლიახველის ფსევდონიმებით აქვეყნებდა წერილებს. 1897 წლიდან წმინდა კირიონი მონაზვნად აღიკვეცა. მას ქვათახევის მონასტრის წინამძღვრად დაასხეს ხელი. 1898 წელს წმინდანი ალავერდის ეპისკოპოსად დაადგინეს. 1901 წლიდან კი გორის ეპარქიის მწყემსმთავარი გახდა. წმინდა მღვდელმთავრის გარშემო ის ადამიანები იყვნენ შეკრებილნი, რომლებიც აშკარად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გამო. სწორედ ამ მიზეზით მთავრობა ეპისკოპოსს ეპარქიებს ხშირად უცვლიდა. ამ პერიოდიდან იწყება მისი დევნა. 1903 წელს წმინდა მღვდელმთავარი საქართველოს მოარიდეს და რუსეთში გადაიყვანეს. 3 წლის შემდეგ 1906 წელს წმინდა კირიონი მოღვაწეობას სოხუმში იწყებს. ამ პერიოდში მან განსაკუთრებით ბევრი იღვაწა საქართველოს ეკლესია-მონასტრების აღდგენისთვის. სოხუმიდან მალე წმინდა მღვდელმთავარი კონვოს ეპარქიაში გადაიყვანეს. მას აქ უმძიმეს პირობებში უწევდა ცხოვრება. 1908 წელს მთავრობის დადგენილებით წმინდა კირიონს ჩამოერთვა ეპისკოპოსის წოდება და დააპატიმრეს. მთავრობის ამგვარი სიმკაცრის მიზეზი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის წმინდანის დაუცხრომელი ბრძოლა იყო. 1908 წლის 28 მაისს თბილისში მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი და მისი მკვლელობის ორგანიზება წმინდა კირიონს დააბრალეს. ამგვარმა ცილისწამებამ არამარტო საქართველოს მოსახლეობა, არამედ რუსეთის საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა. 1917 წელს აღდგა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია. სწორედ ამის შემდეგ ქართული საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნით წმინდა კირიონი სამშობლოში დაბრუნდა. არაგვის ხეობაში მას 120-მდე ცხენოსანი დიდი სიხარულით შეგებებია და დედაქალაქამდე მიუცილებიათ. 1917 წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებაზე კათოლიკოს პატრიარქად არჩეულ იქნა ეპისკოპოსი კირიონი, რომელიც საზეიმოდ იმავე წლის 1 ოქტომბერს იკურთხა. საქართველოში სარწმუნოებრივი და ეროვნული პრინციპების დამკვიდრებისა და ახორციელებისთვის მებრძოლი წმინდა პატრიარქის მოღვაწეობას ხვდავდა ეკლესიისა და ქვეყნის წინააღმდეგ შეკრებილი ბოროტი ძალების მოქმედებას. ამ დროს მრავალი საეკლესიო და საერო მოღვაწე იქნა მოკლული. ბოროტების უპირველესი სამიზნე იყვნენ ის ადამიანები, რომელთაც ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ ხალხში. დაიწყო დაუსრულებელი ცილისწამებები, პროვოკაციები, შანტაჟები, მუქარები და 1918 წლის 26 ივნისს წმინდა კირიონი მოკლული იპოვეს მარტყოფის მონასტრის საპატრიარქო რეზიდენციაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კირიონ მეორე წმინდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით წმინდანად შეირაცხა. მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გასინჯვები და ოპერაციები ჩაუტარდათ. 3 დღის განმავლობაში მსურველებმა სხვადასხვა სახის გამოკვლევასა და ქირურგიულ მომსახურებას მიმართეს. პროექტის ფარგლებში ადგილობრივებს საჭირო მედიკამენტებიც დაურიგდათ. სამედიცინო აქცია მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის ილარიონის ინიციატივით და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. მოხდა ჩამობრძანება ფართო სპექტრის სამედიცინო პერსონალის, რომელიც ესე დილიდან იწყებს მომსახურებას და ესე გულიანად ემსახურება ავადმყოფებს, მომსვლელებს. ამჯერად ვიმყოფებით მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც მიმდინარეობს უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია. სხვა აქციებისგან განსხვავებით, აქ დაიგეგმა 3 დღის განმავლობაში, ასევე გასინჯვების გარდა კეთდება ოპერაციები, ეს არის ლაპაროსკოპული ოპერაციები, უროლოგიური ოპერაციები, თვალის ოპერაციები. გიორგი მთაწმიდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ღია გამოსაშვებ გამოცდას კონსერვატორია მომასპინძლა. საღამოზე ანზორ ერქომაიშვილის სახელოსნოს წევრებმა დამსწრე საზოგადოებისთვის საეკლესიო საგალობლები და ფოლკლორული ნიმუშები შეასრულეს. ღონისძიებას უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ მასწავლებლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. როგორც საღამოზე აღინიშნა, გამოცდის შემდეგ სტუდენტები ბაკალავრიატის აკადემიურ ხარისხს მიიღებენ, რომლის საფუძველზეც მათ უკვე საშუალება ექნებათ გამოცდილი პედაგოგებისგან და დარგის სპეციალისტებისგან მიღებული ცოდნა სხვადასხვა რეგიონში წარმატებით გააგრძელონ. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მთაწმიდელის სასწავლებელში ძალიან ბევრი კურსდამთავრებულები ყავს, დღევანდელი დღე გამოირჩევა რომ ეს არის ღია გამოცდა, სახელმწიფო გამოცდა, რომელსაც კონცერტის სახე აქვს
და ის სტუდენტები, რომლებიც წელს ამთავრებენ გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასწავლებლის უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატს, ისინი დღეს საზოგადოების წინაშე თანაც ნამუშევარს წარადგენენ. ყველა სტუდენტი არის ანზორ ერქომაიშვილის სახელოსნოს მოსწავლე და მე ვფიქრობ, რომ წარმატებული ძალიან კარგი სტუდენტები არიან, ძალიან კარგი კურსია დამამთავრებელი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ბიჭები ვინც წელს ამთავრებენ ძალიან დიდ საქმეს გააკეთებენ რეგიონში. გურიაში მიდიან, იმერეთში მიბრძანდებიან, აჭარაში, სამეგრელოში და ძალიან დიდი იმედი გვაქვს ამ ბიჭების სამთავრებს. წარმოდგენილი იქნება მათ მიერ მომზადებული საგალობლები თვითონ სასწავლებლის სტუდენტების ჯგუფების მიერ. ჯგუფებთან, ასე ვთქვათ, ჩატარებული სამუშაოს შედეგი იქნება წარმოდგენილი. ეს არის გულისხმობს სალოტბარო კურსს. სწორედ ეს არის ამ სასწავლებლის მთავარი მიზანი, რომ ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულები იყვნენ ლოტბარები. და სწორედ ესეთი სტატუსი აქვთ მათ სადიპლომო დიპლომშიც. 4 წელია უკვე ვსწავლობთ. თითქმის შევისწავლეთ ყველა საქართველოს ყველა კუთხის სიმღერა, საგალობლები, გელათის სკოლა, შემოქმედის სკოლა დავეუფლეთ შეძლების დაგვარად მაქსიმალურად რაც შეგვეძლო. და გავაცოცხლეთ წინაპრების ის საუნჯე რაც დაგვიტოვეს სიმდიდრე. და ვცდილობთ ყველაფერს ანუ მთელი ძალით ვცდილობთ რომ კიდევ გავაგრძელოთ, კიდევ აღვადგინოთ, კიდევ ვიმუშაოთ ყველაფრისთვის. ჩვენი ანსამბლის წევრი ზურა ვერძაძე დღეს ამთავრებს სწორედ ამ სასწავლებელს. და ჩვენ ჩამოვედით ბათუმიდან, რათა ორი სიმღერა წარუდგინოთ მაყურებელს, აი ზურა ვერძაძის ხელმძღვანელობით მომზადებული ორი სიმღერა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საერთო კრება-სასტუმრო ჰოლიდეი ინში გაიმართა. ორგანიზაციის წევრებმა ჩატარებული აქტივობები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ღონისძიებაზე გამგეობის ახალი შემადგენლობაც აირჩიეს. როგორც ცნობილია, კლუბის მიზანი საზოგადოებაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებაა. ეს ყველაფერი მიმართული იყო სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციაზე და ამ სფეროს განვითარებაზე. სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი, მისი ორგანიზებითაც გაიმართა ეს კვირეული, გააგრძელებს კვლავ აქტიურად მუშაობას თავის წევრებთან ერთად, იმისათვის, რომ მეტი ბიზნესი ჩაერთოს სოციალურ პასუხისმგებლობაში და მეტი სოციალურად მნიშვნელოვანი და აქტიური პროექტი განხორციელდეს ჩვენ ქვეყანაში. კვირეულის განმავლობაში გაიმართა რამოდენიმე შეხვედრა სხვადასხვა კორპორაციული პასუხისმგებლობის სხვადასხვა თემატურ საკითხზე. ზოგადად აღნიშნული შეხვედრების გამართვა ძალიან მნიშვნელოვანი არის კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებისთვის საქართველოში, ხოლო კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარება თვითონ ხელშეუწყობს როგორც საქართველოს განვითარებას, ასევე ბიზნესის ზრდას, ეკონომიკურ ზრდას და საზოგადოების კეთილდღეობას. ონანაურის სადრენაჟი არხის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში სადრენაჟი არხის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა, რის შედეგადაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის ონანაურის, ჭაბუკიანის და ზემო ნაშოვარის 100 ჰექტარი მიწის ფართობი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებას შეიძენს. აღნიშნული სამუშაოები გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. გაიწმინდა სადრენაჟი 4 კილომეტრიანი არხი. გარდა დრენაჟისა, ხალხს საშუალება მიეცემა, რომ დაახლოებით 60 ჰექტარი მოიწვიოს. თანამედროვე მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. შემოსული თანხა კი ადეიშვილების ოჯახის დასახმარებლად არის განსაზღვრული. სოფელ გვიმბალაურის მკვიდრებს ხანძრის დროს ერთადერთი თავშესაფარი დაეწოთ და ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ. გარდა ტილოებისა ღონისძიებაზე სხვადასხვა სახის აქსესუარები და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა. ადეიშვილების ოჯახის მხარდასაჭერი აქციები მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ვახმარებით 6 წლის ნინოს ანჩხუთის სოფელ გვიმბალაურიდან, რომელსაც ძალიან უჭირს და ძალიან ჭირდება ჩვენი სოლიდარობა და დახმარება და გვერდში დგომა. ნინოს ოჯახი არის ძალიან გაჭირვებული. ის დედა მიეტოვა, როდესაც 2 წელს იყო. უკვე ეხლა მამაულის ნინოს და არა მარტო ნინოს, არამედ ნინოს ბებიას, ბაბუას,
ბაბუის ძმას, რომლებიც შრომის უნაროები არიან. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა მხატვარს, ვინც იღებს მონაწილეობას. ეს არის აუქციონის სტილის გამოფენა. მნიშვნელოვანი არის სწორედ, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა ამ ღონისძიებას ჩვენი პროექტის ეკვილიბრიუმის ფარგლებში ახორციელებს და ვფიქრობთ, რომ სწორედ საქველმოქმედო ღონისძიებები ეროვნული ბიბლიოთეკის სწორედ სოციალურ პასუხისმგებლობას გულისხმობს და აქედან გამომდინარე ჩვენ ვაწყობთ ამ გამოფენას.